როცა დიდი სიყვარული გაძლიერებით გაიხარეთ, სულიერი წინსვლა მინდა გისურვო, დადებითი განწყობა, მიუხედავად ყველაფრისა, აი ამ მძიმე ცხოვრებისა ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ დინების საწინააღმდეგო მოძრაობა, შევინარჩუნოთ სტატუს კო, შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, უნდა ვეცადოთ რომ ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის საერთო სურათი დავინახოთ ჩვენი ცხოვრების საერთო ლოკაცია, სად ვიმყოფებით, რა უნდა ღვთისნება ჩვენგან, ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენი ცხოვრებისა, ანუ ჩვენი ჯვარი რა არის, ვეცადოთ საერთო სურათი დავინახოთ, ვეცადოთ ყველა სიტუაციაში ვესწრაფოთ ღვთისნების აღსრულებისკენ, ვესწრაფოთ და რამდენად გამოვა ეს უკვე რაც ჩვენზე დამოკიდებული გავაკეთოთ და რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ის თავისთავად იყავ ნება შენი, ვითანაც ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა ვამბობ მამაო ჩვენოში და ეს ძალიან დიდ განმარტებას მოითხოვს ჩვენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ვეცადოთ რომ ჩვენი შინაგანი მე, ჩვენი უსათნოესი, ჩვენი უღრმესი ღვთის ნაპერწკალი, როგორც ჩვენში არის ხატება, მსგავსებად ვაქციოთ, ანუ ხატება მოგვეცადეთ მსგავსება დაგვევალა, მსგავსებას მივაქციოთ, ღვთის მსგავსებას, მადლით მივმსგავსებით, მადლით მივმსგავსებით ღმერთს და არა ბუნებით. ვეცადოთ რომ ჩვენი შინაგანი მე, ის უგდავი ნაპერწკალი, ის უგდავი სულის ზე, აი ზე ჩვენში ჩადებული უნარჩვევა და ათასნაირი ხატების პარამეტრები იცით ახლა აღარ ჩამოვთვლი, რაც არის ჩადებული ჩვენში დაწყებული თავისუფლებიდან, დამთავრებული შემოქმედების უნარავდა და ასე შემდეგ, სიყვარულის უნარავდა და ასე შემდეგ. და ეს მე შესაბამისობაში ჰარმონიაში მოვიყვანოთ უფალთან, მოყვასთან და ჩვენს საკუთარ თავთანაც პირველ რიგში, ხო? ჩვენ სამივე, ასე ვთქვათ, მიმართულებით. ღვთის წინაშე, მოყვასის წინაშე და საკუთარი თავის წინაშე. საერთოდ გარე სამყაროსთან მოვიყვანოთ ჰარმონიაში. რომ როდესაც ბრძოლები წარმოიშვება, მერე ეს ბრძოლები გადავდახოთ წარმატებით. და ბრძოლები აუცილებლად წარმოიშვება, იმიტომ რომ განსხვავება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასა და სასურველ მდგომარეობას შორის ძალიან დიდია. სხვაობა წარმოშობს ბრძოლას. ეს სხვაობა წარმოშობს პოლისებს, რომლებშიც შუაში ვართ ჩვენ ხოლმე. ამიტომ წარმოიშვება ესეთი დაძაბულობა, როცა ადამიანი მოშორებულია, როცა ადამიანი არ შეესაბამება იმ მასზე ჩაფიქრებულ ღვთის ხატებას, რომელიც მიეცა მსგავსებისთვის, იმას არანაირად იმ პარამეტრებს, იმ რეჟიმებს, იმ ცხოვრების სტანდარტებს არ და ვერ შეესაბამება სამწუხაროდ დაქნა ზოგიერთ უნებლიეთ. აი ეს წარმოშობს ბრძოლებს, მაგრამ როდესაც ადამიანი გულწრფელად ცდილობს, რომ გადალახოს წინააღმდეგოები, ნებისმიერ შემთხვევაში თუ ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნება, ვერც იქნება ყოველთვის უსაფრთხო გრძელი გზა მაინც აერჩიოს, რათა საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეს. მოკლე და საფრთხიანი გამარჯვება შეიძლება ფატალურად დამთავრდეს სულიად. ამიტომ ჯობია გრძელი გზა ავერჩიოთ უსაფრთხოდ, რათა საბოლოო გამარჯვებას მივახციოთ, ვიდრე მოკლე და სწრაფი, ასე ვთქვათ, აფექტური თუ ექსტრემალური მეთოდებით ესეთებიც არსებობს ხარ მინდა ეს მე ხიბში აგდებს ადამიანს თავი ასე ვთქვათ, საფრთხეს არასასრულო რისკ ფაქტორებს დაუქვემდებარებს. ქრისტიანობაში ყველაფერი არის სამეუფო გზით გათვლილი. მართლმადიდებლობაში ყველაფერი არის სამეუფო ოქროს წესი. ღვთაებრივი ჯვარისებრი წონასწორობით გათვლილი. ამიტომ ამ ყველაფერს დიდი სიფრთხილე, მოგვის რჩევა და სულიერი კალაპოტში უსაფრთხო მოძრაობა ჭირდება. რომ ყოველგვარი საკუთარი თვითმორჩილებისა და თვით რაღაცა გამდიდებისა და თვით აზრების საკუთარი თვით რაღაც რჯულში, თვით მოგონილ რჯულში და ადათ-ჩვევებში და ადათ-წესებში არ ჩავარდეს ადამიანი და ემან არ მოიგოს ისეთი რაღაც, სადაც რაც არ არის საჭირო მისთვის და ვერ დაიტევს და ვერ ზიდავს. არავის ზურგზე მოკიდება არ არის საჭირო, ურნალო განიკურნე შენი თავი გახსოვს წერია ბიბლიაში. ყველას რა თქმა უნდა უპამონისა დამოუკიდებელი არჩევანის უნარი, თავისუფალი ნება, უგდავი სული ასე შემდეგ. ჯერ შენ ისეთი თვალახელი არ ხარ, რომ ბრმები ატარებ. ბრმას საერთოდ ამიტომ ჩავარდება თხრილში. ამიტომ ჯერ შენ თვითონ გამოიხედეს, შენ თვითონ იყავი იმდენი დიდი მხედველობა გქონდეს, რომ ცოტათი უფრო ფართე იყოს შენი სულიერი ჰორიზონტი, რომ შემდეგ შენ ხედავდე საით მიდიხარ და არა ვერ ხედავდე რა, ვიღაცა სხვას ეპატიმებოდე და ისიც დაუყო საკუთარი თავის გადაიჭირა. არა, ჩვენი შინაგანი მე ვიძახი აი ამ ცხოვრებაში ყველა მიმართულებასთან ჰარმონიაში მოვიყვანოთ. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ცდელობა აუცილებელია.
უნდა ვეცადოთ და შესაბამისად ჩვენი მცდელობა მთავარ უფალებულ მცდელობას როგორ გამოვა ეს მაგრამ ნახოთ, მაგრამ მცდელობა უკვე სათნოება მოვიყვანოთ ჰარმონიაში. არჩეულ გზას მართლმადიდებლური ცხოვრების და წეს ცხოვრებისა და მართლმადიდებლური საწინააღმდეგოს არ უყაროთ. ერთგულად მივყვეთ ამ გზას, უნდა მივყვეთ. აი ამ გზას, ქრისტეს გზას, მაცხოვრებელ გზას. ილოცეთ, ევედრეთ, მერტი მოწყალია ყველაფრისგან ქრისტე. მოვინანიოთ, ვეზიაროთ. და ოსნებოდ გზა ისედაც ხსნილი, ჩვენ თუ არ დავიწყოთ ჩვენ თავს, გზა ხსნილი. ადამიანი პრობლემს თავის თავს ქრისტემ გახსნა 60-დან დაწყებული ყველაფერი გახსნა. პირდაპირ ჩავს ყველაფერი. უბრალოდ შენი სულიერი მხედველობა მოამზადო შენი შემეცნების ორგანოები განწმილო და გახსნა. გული, სული, სამშენებელი, გული და გონება. და კიდე სხვა ცენტრებიც არის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძირითადად გული გონება, რომ თავისუფლად ხედავდე ჭრედდა შენს გზას და ადიდებდე მამასა და ძესა და წმინდასა სულს. საერთოდ ერთასებასა და გამოყოფილსა. ამინ.